მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია, მე ჟურნალისტი ჯაბა ანენიძე ვარ. სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების აქცია იმართება ახლა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო აქცია ბათუმის მერის ნაცვლად გაეკეთებინათ აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციული შენობის წინ. მათ 2 დღის წინ ჰქონდათ აქცია მერიასთან და მოითხოვეს მგზავრობის ტარიფის გაზრდა. მოდით მოვისმინოთ, რას ითხოვენ მძღოლები თავად ტელევიზიისგან. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვარ. რო გითხრათ, თქვენი მოთხოვნები დღეს რა არის აჭარის ტელევიზიასთან? რატო იმართავთ აქციას აქ? ჩვენი მოთხოვნა აჭარის ტელევიზიასთან იმიტომაც მოსულები რომ მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს. არასწორი ინფორმაციის მისვლის გამო ჩვენ ვილანძღებთ. ხშირი არის ჩვენზე წამოსული რის სხვა რომ რის გაძვირება და როგორ გაძვირება. ჩვენ ვიდა რომ მივიდეს სწორი ინფორმაცია მოსახლეობამდე. ჩვენც გაგვიძვირდა. ან რა ინფორმაცია არ მივიდა სწორად რომ დააკონკრეტოთ შეგიძლიათ? კომენტარები მოდის ვერ ძღებიან იმას კი არ თვლიან ტელევიზიაში ანალიზს არ აკეთებენ იმის გამო რომ რასთან დაკავშირებით რატო ძვირდება. ვინ თქვა ეს ფრაზა ვერ ძღებიან რაც თქვენ ახლა ახსენეთ? კომენტარები არის ინტერნეტით და ასე შემდეგ. გაახშია. და ტელევიზიამ რა არ გაუშვა, ან გაუშვა, რაც თქვენთვის აზიანოა. ჩვენ ახლა ვიტყოდით, რომ დააწურილებით აუხსნათ მოსახლეობას, უსაშუალება ექნება პირდაპირ ეთერში, რომ აუხსნათ ძვირდება, გაძვირებული არის ცხოვრება, ეს ფასი არის დაახლოებით 15 წელია, რაც ეს ფასი არის ჩვენი ტარიფი და წარმოვიდგინეთ 15 წლის განმავლობაში რამდენად არის ცხოვრება გაძვირებული. ჩვენც გაგვიძვირდა, ხომ რა თქმა უნდა. ჩვენაც ამ ქვეყნის შვილები ვართ. ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ჩვენც გაგვიძვირდა ყველაფერი. თქვენ მოითხოვთ მგზავრობის ტარიფის გაზრდას დაახლოებით 20-30 თეთრით, როგორც მე ვიცი. თქვენ გქონდათ 2 დღის წინ საპროტესტო აქცია ბათუმის მერიას და ვერ მოახერხეთ ამ ნორმებს შეხვედრა ამ ერთად, ხო? ჯერჯერობით არაფერი არ. თქვენი გაფიცვა გრძელდება, თქვენ გუშინაც არ მუშაობდით? ანუ ეს დღეები გაჩერებულია. რამდენი სამარშრუტო ხაზი არ მუშაობს? 13 ხაზი არ მუშაობს ამ დროისთვის, ხო? სულ რამდენი მძღოლია გაფიცული, გაქვთ ინფორმაცია? 12-13 ხაზზე იქნება დაახლოებით 300 ადამიანი. მარტო მაგაში კი არა, ჩემს უკან დგას 6 ოჯახის წევრი. წარმოიდგინეთ, რამდენი ოჯახის წევრი არის ამ მძღოლების უკან. რომ ცელოდება ჩვენი ნამუშევარის შეტანას ოჯახში რომ იარსებოს. ეს არის მინიმალური საარსებო წყაროს მოთხოვნა. ჩვენ მაინც ამ დროს მინუსებში ვართ. თუ მინდა რომ 20 თეთრი დაემატოს, მაგრამ ხტებით გამოსავალი ისეთი არის რომ მოსახლეობასაც უწევს. ჩვენი კი არა დათვლილი იყო ჩვენი კალკულაცია და დაახლოებით ლარი და 10 უნდა იყოს გზავრობა. ლარი და 10 თეთრი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენაც შევდივართ მოსახლეობის მდგომარეობაში და ვიტყობთ 20-30 თეთრის გაძვირება. მეც არაფერს არ ვიცი. და ტელევიზიაზე რა მოთხოვნა გაქვთ კონკრეტულად? თქვენ ითხოვთ ღია ეთერს, რომ პირდაპირ ეთერში გავიდეს თქვენი მოთხოვნები. თუ თქვენ ითხოვთ იმას, რომ რაღაც არასწორად გავიდა და ამ ინფორმაციის შეცვლას და დაზუსტებას ითხოვთ. პირდაპირ ეთერში გავიდეს ჩვენი სწორი მოთხოვნა. და არასწორად გავიდა რამე თქვენი. ცლად არ გავიდა, ასე რომ თქვა. ცლად არ გავიდა, რომ ახლა აჭარის ტელევიზიაში არის შეზღუდული, მათიც მესმის დრო აქვს შეზღუდული და ვრცელი ინფორმაცია არ არის, რომ მაგალითად რომ ადამიანმა გაიგოს. ანუ თქვენ თვლით, რომ სრულყოფილად არ მიეწოდა ინფორმაცია საზოგადოებას თქვენი გაფიცვის შესახებ? სრულყოფილად მიაწოდონ მოსახლეობას ჩვენი მოთხოვნა და მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? ლევან დუმბაძე. ლევან დუმბაძე. ლევან დუმბაძე, მადლობა. საპროტესტო აქცია გრძელდება აჭარის ტელევიზიის წინ, როგორც მე ხედავ კადრებში, აჭარის ტელევიზიის კამერაც დგას აქვე და არის პირდაპირ ეთერში ჩართვა. თამაზ ბაკულიძე საუბრობს, ის გახლავთ ორგანიზაცია ადამიანის უფლებების აჯიოს ხელმძღვანელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შეგვიძლია გავესაუბროთ ფირუზ ბოლქვაძეს, ბათუმელების ლაივში ვართ ფირუზ. თქვენი სტატუსი რო შეგვახსენოთ პირველ რიგში, როგორია დღეს აჭარის ტელევიზიაში?
რომ უპასუხო დამოქალაქეებს, რომლებიც დღეს საპროტესტო აქცია გამართეს აჭარის ტელევიზიასთან. ალბათ იცით უკვე მათი მოთხოვნები. ხო ისინი თვლიან რომ მე გავეცნობ მოთხოვნებს და აუცილებლად ჩვენ რაც გავიგეთ მათგან ეს არის ის რომ სრულყოფილად არ გაშუქდა ეს ინფორმაცია, რაც შეეხება მათ გაფიცვას და რა შეგიძლია თქვენ უთხრათ ამ ადამიანებს? ჩვენ მაქსიმალურად ვაშუქებთ ყველა აქტიურობას, როგორც საზოგადოების ასე პოლიტიკოს. არ მგონია შეფასება იყოს ამ შემთხვევაში შესაბამისი იმასთან დაკავშირებით, რომ სრულყოფილად არ გაშუქებთ. ჩვენი ჟურნალისტები არიან ჩართული ამ პროცესში და არც ერთი აქტივობა განსაკუთრებით ასეთი, რომელიც სოციალურ მოთხოვნებზეა დაფუძნებული, არ რჩება ჩვენი ყურადღებით. თვითონ ეს ფაქტი რას ნიშნავს თქვენთვის, რომ საპროტესტო აქცია იმართება მოქალაქეების მათი მოთხოვნების გაშუქების ან სრულყოფილად გაშუქების მოთხოვნით. ანუ ფიქრობთ, რომ შეიძლება რამე სხვა мотиваცია ქონდეთ ამ მოქალაქეებს გარდა იმისა, რომ მათ სრულყოფილად ამბის გაშუქება? არა, შესაძლოა უფრო მეტი დროის დათმობა უნდა, შესაძლოა მეტი ყურადღება, მეტი აქცენტი უნდა თავიანთ პრობლემებზე და ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად ეთქვას. მადლობა, ეს ფირუზ ბოლქვაძე იყო აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი. ჩვენ ახლა ხედავთ კადრებშიც, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ ფაკურიძე, ორგანიზაცია ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი პირდაპირ აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მიმართავ საზოგადოებას და პრინციპში აქციის მონაწილეებსაც მიეცათ პირდაპირ ეთერი, რომ მათ გაახმოვანონ საკუთარი მოთხოვნები. მე როგორც იცი, საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ აპირებენ დღეს ბათუმის მერიასთან აქციის გამართვას, რადგანაც თვლიან, რომ შეუძლებელია მათ მუშაობა განაგრძონ ამ პირობებში, როცა მგზავრობის ტარიფი 50 თეთრია. ვალუტის კურსის ცვლილების და ლარის გაუფასურების პირობებში მათ არაფერი რჩებათ და ისინი აცხადებენ, რომ რეალურად ამ პირობებში მუშაობა არის შეუძლებელი და უნდა გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი დაახლოებით 20-30 თეთრით, ანუ დაახლოებით 80 თეთრი უნდა ღირდეს მგზავრობა ქალაქის ტერიტორიაზე. რამოდენიმე სამარშრუტო ხაზია გაფიცვილი, მე გავესაუბრები ახლა კიდევ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვართ. თქვენ რა მოთხოვნა გაქვთ დღეს, მოკლედ რო გითხრათ? ხარდასაჭერად მოვედი მძღოლებისაგან. ჩვენ 8 კაცი ვქავართ ამ მძღოლების უკან, როგორც მორიგე მომწესრიგებლები დისპეჩერებს შოვედახით და ამათ კმაყოფაზე ვართ. იდე მთელი ამბავი და ხარს უჭერს ამათ, რომ ან თქვენ სამ მძღოლებს ემსახურებით, ხო, ასე ვთქვით? და მიგაჩნიათ, რომ უნდა გაძვირდეს, გაიზარდოს მგზავრობის. თავიდან იყო 70 თეთრის გადასახადი. დიახ. თავიდან. მე შემცირდა და ეხლა ითხოვენ ისევლე იმ სტაბილურ დაბრუნებას. დიახ. მადლობა. მადლობა. თქვენ რა გითხრათ, მოკლედ ამ პირველ რიგში გითხარით აჭარის ტელევიზიის ნაწილში, რატომ გადაწყვეტეთ, რომ მოსულიყავით აქ? ამჯერად. გადავწყვიტე, რომ ხალხმა Facebook-ში გონია ჩვენ გამდიდრებაზე ვარ. შეურაცხყოფას გვაყენებენ, იგინებიან, იმას არ ფიქრობენ, რომ რა გაჭირვებით მუშაობთ. რა წვალებით, მანქანას დაჟე ახალი საბურაების დაყენება არ შეგვიძლია. მეორადებს ვაყენებთ, რომ ვიმუშაოთ რაღაცა, ხალხს ვემსახუროთ და ეს ხალხი პირიქით გონია, რომ ჩვენ მასწინააღმდეგ ვართ. ამისათვის გავჩერდით, რომ ვეღარ ავდივართ ვერანაირ ხარჯს. და აჭარის ტელევიზიამ რა გააშუქა არასწორად, ან რა აჭარის გააკეთა ტელევიზიამ კი არასწორად? არ გააშუქა, აჭარის ტელევიზიას ვთხოვეთ, რომ გააშუქოს ის სიმართლე ხალხმა რაც არის ის. და მანამდე ხო და რა არ გააშუქა, ანუ ხო ის ვერც ახლა მაგი ყველაფერი გააშუქა, მაგრამ ხალხმა ეს ვერ გეიგო. ხალხს გონია ჩვენ მარტო გამდიდრებაზე ვუშავთ. ეს უნდა შეურაცხყოფენ. რა უნდა გაეკეთებინა აჭარის ტელევიზიამ, ახლა რა უნდა გააკეთოს? ახლა უნდა უთხრას ხალხს, რომ ჩვენ მაგაზე არ ჩვენ ვითხოვს სუბსიდირებას. რომ რაღაცა ხელი შეგვიწყოს. ან თქვენ ამბობთ, რომ ამბავი გაშუქდა იმ ფორმით, რომ მაყურებელს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენ რეალურად ფასის მომატებაზე ვართ მარტო გონიათ. ხო, ანუ სამართლიანი არ არის თქვენი მოთხოვნები ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა საზოგადოებას. ხალხი ფიქრობს, რომ მარტო ჩვენ ვფიქრობთ გამდიდრებაზე. სინამდვილეში ჩვენ ვფიქრობთ იმისათვის, რომ თავი გევიტანოთ. ესაა ჩვენი გასაჭირი, სხვა არაფერი. თქვენ რომელი მიმართულებით მუშაობთ, რომელ ხაზზე? 39-ზე. ანუ ხელვაჩაურის მიმართულებით, ხო? და რამდენია შემოსავალი რეალურად თქვენი, ეს რო გითხრათ ასევე, ანუ დაახლოებით უცხოში გათვლებით, რამდენია არსებული ტარიფი თქვენი შემოსავალი? არსებული ტარიფის მიხედვით, რაც არ მუშაობთ, ხომ მთელი დღე რომ მუშაობ 20 ლარი რჩება სუფთა. ეს ოჯახი ვარჩიდო თუ მაგარას მოვარო. ესაა ჩვენი გასაჭირი.
ანუ მანქანის მოვლის ხარჯიც აღარ გრჩება. აღარ გრჩება, ცოტა ხანში ჩვენ ამ მანქანას მივიღოთ და გავაჩერებთ. აზრი აღარ ეხება, გაკეთებას აღარ ეხება. იმიტომ იმის შესაძლებლობა, რამდენს ისესხებ, რამდენს გამოიტან ბანკიდან. ეს ბანკები კიდევ ცალკე განსაკუთრებით იყო. შევაჩერებიეთ ბანკები 40% დაგვიმატეს. რა უნდა გააკეთოს? როგორ მოიწევს? მანქანების ხარჯი დრიული არის 30-დან 40-მდე ხარჯია. რა მიგოს? არაფერი არ მიგოს. ზარალზე უმუშაოთ ყოველთვის. ზარალზე. ვთხოვეს რომ ერთი თვე იმუშავეთ, პანდემიაა, გავითვალისწინეთ და პანდემია ოჯახები გვაქვს ჩვენს, ხო? არაფერი შემოსავალი არ გვაქვს მეტი. ბანკები აქეთ უახშობენ, პროცენტებს გვიმატებენ და მანქანები დაიშალა მთლიანი ჩვენ გამოგეხმაურათ ვინმე ბათუმის მერიიდან გუშინ წინაც გვექონდათ აქცია. არავისგან არ მივიღეთ ჩვენ ნორმალური პასუხი რომ რა უნდა გავაკეთოთ. და ხალხს გონიან მოსახლეობას რომ ჩვენ ვაძვირებთ თვითნებურად ჩვენ ვაკეთებთ ხალხს აუხსნა ნორმალურად და აღარ ხდება ჩვენი ტექნიკა რომ გავიდეთ სამუშაოდ. ველოდებით თავრობის რას შემოგვიყვება. თქვენ არაპირებთ გაფიცვის შეწყვეტას, ვიდრე არ მიიღებთ კონკრეტულ დაპირებას, არ გაიძრებთ. აზრი არ აქვს რომ გავიდეთ. ჩვენ ახლა ყველას ოჯახები გვაქვს და ყველას შვილი გვყავს და მოიყვავს ოჯახში. საღამოს პრობლემა პური არ უნდა მივიტანო ოჯახში და პროდუქტი არ უნდა მივიტანო. არ კეთდება, ვერ ვაკეთებ. 20 ლარი, 30 და 40 ლარი ხარჯი აქვს ტრანსპორტს. ყველაფერი გაძვირდა, სადაც შახვალ მაღაზიაში და სუპერმარკეტში ყველაფერს ორმაგი ფასები არის. მაიდამაი ჩვენზე აი ყველაფერი ჩვენ უნდა გაგვითვალისწინოთ ზღოლები. რამდენი მძღოლია ახლა გაფიცული ქალაქში თქვენი ინფორმაციით? რამდენი 10-11 ხაზის 150 200 მძღოლამდეა გაფიცული თქვენი ინფორმაციით. 10-11 სამართლის ხაზია გაფიცული. და შემოგვიმატებიან ყველა იმედი გვაქვს. ანუ თქვენ დღეს განაგრძობთ საპროტესტო აქციას ბათუმის მერის შენობის წინ. გავაგრძელოთ აუცილებლად. მადლობა. ასეთია აქციის მონაწილეების მოთხოვნები, როგორც თქვენ ახლა მოისმინეთ, ისინი ამბობენ, რომ რეალურად გაუფასურებული ლარის პირობებში რეალურად მათ არაფერი რჩება და რეალურად არის ის ხარჯი ვერიფარება მგზავრობის არსებული ტარიფით და არ უნდა გაიზარდოს ეს. თქვენც გითხარით თქვენი პოზიცია, დიახ, თქვენ ხართ ამ აქციის მონაწილე, ხო? არაფერი მეცვარა. პროდუქტი გითხარით რატომ მოხვედით აქ აჭარის ტელევიზიასთან? იმიტომ მოგვიწევთ რომ ხელმძღვანელი გვინდა, მთავრობა გვინდა რომ გაგვიწიოს 50 თეთრად დავდივართ, ხო, რაც ხა გააკეთო, ჩვენ ხალხიდან ხო არ გვინდა, ხალხი დავაზარალოთ და ჩვენ გავუკეთდეთ, არა. მაგას აქ თავისი კალკულაცია კეთდება, კალკულატორი სპეციალურად არა, რომ გაგვიკეთონ და გვამუშაოთ. ჩვენ სახელმწიფოში ფული შეგვაქვს, ხო? დიახ. ჩვენ ხო არ ვთხოვთ არაფერი, ჩვენ მუშაობთ, ჩვენი მანქანები. ჩვენ ვამტრევთ, ჩვენ ვაკეთებ და ვუხდით კიდევ სახელმწიფო. და აჭარის ტელევიზიას რას თხოვთ? აჭარის ტელევიზია ჩვენ არ ვთხოვთ, აჭარის ტელევიზიას ვთხოვთ, რომ ხალხმა არასდროს გაიგო ჩვენი გამოსვლა და გააჩუქებს და მიგდება ის, რომ ჩვენ ხალხს არ ვებრძოლებით. ანუ რატომ გაიგო ხალხმა არასდროს არასდროს გაშუქდა? იყო გამოსვლა და გონია რომ მაგენის ხარჯზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ასე გონია ახლა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მაგინო ყველა ვერ გაიგებს ამას. ანუ რა იყო არასწორი ტელევიზიის მხრიდან? ხო, ხალხმა გაიგოს რომ რას ვითხოვ. რა იყო და ჩვენ რომ ვითხოვთ გაძვირებას, იმას გონია მოყვარ ზოგი ყველა ხო ვერ დადის ტაქსით არა, ყველა ზოგი ავტობუსით დადის, ზოგი მარშრუტით. ის კაცი ფიქრობს მე რაფერ გადავიხადო ლარი. მე არ მინდა იმ კაციდან აღებული ლარი. ვიხემძღვანელო ბატონო და რაც გვერგება ის ავიღო ჩვენ რომ ჩვენ ვუყურებთ ამ ტექნიკას, ხო? ანუ თქვენ ფიქრობთ რომ აჭარის ტელევიზიამ სრულყოფილად არ გააშუქა თქვენი მოთხოვნები და გაშუქდა ისე რომ ვერ გაიგო ხალხმა? ტელევიზორია მე ხომ ახლა სანქციას არ ვადებ მე კაცოზე. არასწორი იყო მაი ხალხი. ტელევიზიამ სწორად გააშუქა პროსტა საზოგადოებამ არასწორად გაიგო ჩვენი ტელევიზია რაც მე თქვი ჩვენ ვითხოვთ იმას ჩემო ძმაო რომ ჩვენს მუშაობას ფასი და აზრი კონდეს. მეტი არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ 30 წელს ვივლით, ოღონდ მთავრობამ სუბსიდირება გაგვიკეთოს. ჩვენ ოჯახებს მოუვაროთ. ჩვენ ბანკები გვაქვს ყველას გადასახდელი. მაგის საშუალება გქონდეს, ბანკიც გადავიხადოთ და ოჯახიც ვარჩინოთ. ტელევიზია აქ არაფერ შუაში არა. მაგრამ თქვენ აქციას ტელევიზიასთან საზოგადოებამ არასწორად გაიგო ჩვენი მოთხოვნა. და ის რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო თქვენი ძალიან დიდ მოთხოვნები. ბოდიშს უხდით საზოგადოებას. ჩვენ თითეული ჩვენთანავე მძღოლი. ჩვენ არანაირი მათი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ გვინდა რომ იგივენაირად ჩვენს ოჯახები ვარჩინოთ როგორც თითეული მათგანი.
ეგ არის მეც ამას გაგითხებით რომ თქვენ დღეს ტელევიზიასთან აქციას რატო გამართ იმიტომ რომ თქვენ იმიტომ დავასრულოთ შეიძლება საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ჩვენ მათი ინტერესი არ აგვაქვს თქვენ დღეს მოითხოვეთ ღია ეთერიდან მოგეცეთ უფრო მეტი საშუალება საზოგადოებამ გაიგო ჩვენ პრეტენზია იმაზე რომ რაღაც არასწორად გაშუქდა საზოგადოების ნაწილიდან იყო პრეტენზია ნუ არასწორად იყო ინფორმირებული საზოგადოება ამიტომ და რატომ თქვით რომ არასწორად იყო რომ დათმობილი იყო რატომ თქვით რომ არასწორად იყო ინფორმირებული საზოგადოება ფიქრობ რომ იმიტომ თლით მაგას რომ თითეულმა მათგანმა ვერ გაიგო ჩვენი მოთხოვნა ბატონო რომ ზოგადად გაშუქებული გაიგო ჩვენი ნათქვამი რომ თითქოს ლარი გვინდა ჩვენ რომ გავხდეს მაი მარშრუტი ლარი გვინდა ჩვენ არ გვითქმია მაი ლარი გვინდა არ გვითხოვს და ამიტომ იმ ხალხის ყურამდე მივიდეს რომ ჩვენ ხო არ ვიზაგით ლარს და ორლა ისეთ რა ხდება ჩვენ არ ვითხოვთ ისეთ ფასს რომელიც ძნელია მიუღებელია ჩვენ ვითხოვთ შესაბამისი ფასი იყოს რომელიც 14 კილომეტრიან მანძილზე მომსახურება დაჯდება და რა იქნება შესაბამისი ფარგლებში მაგალითად ვიტყვი ქალაქის ფარგლებში კიდედან კიდემდე 5-6 კილომეტრია ხო ძველი ქალაქით ადმინისტრაციულ ერთეულით ფარგლებში მაგრამ როცა ხელვაჩაური შემოუერთდა ქალაქს უკვე 14 კილომეტრი არის ერთი მხარე 14 კილომეტრზე 50 თეთრი მგზავრობა არის არარეალური შეუსაბამო და ეს ვერ ზღვავს ვერ წევს იმ ხარჯებს რაც გააჩნია მიკროავტობუსს და ამიტომ ჩვენ ვთხოვთ შესაფერის ფასს ჩვენ არ ვთხოვთ რომ გავაძვიროთ გაადგინოს კალკულაცია გააკეთოს და რაც რომ შეიძლება ის ფასი დაგვიდგინოს თორემ ჩვენი ოჯახის წევრებიც არიან მგზავრები ჩვენი ოჯახის წევრებიც მგზავრობენ ჩვენ არ ვართ მარტო მზღოლები ჩვენი ოჯახის წევრების გზავრობენ სხვადასხვა ავტობუსების სხვადასხვა საშუალებებით ხომ ის ჩვენ ძეს აისახება ეს გაზვირება მაგრამ ჩვენ ვითხოვთ შესაფერით ფასს რომელიც იქნება რეალური 10 კილომეტრ მანძილზე მუშაობიდან ან მაგალითად 10 კილომეტრზე შესაფერით ფასი დაადგინოს საკრებულო მერიამ 10 კილომეტრამდე იყოს 50 თეთრი ჩვენ საკვირდა რომ გზავრობა გაუძვიდეს მოსახლეობას წვითად დავაწყეთ ხომ გამიგე აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა რომ შესაფერით ფასი დაგვიდგინოს 10 კილომეტრზე ზევით მგზავრობისას იყოს მიღებული ფასი ეს არის ჩვენი მოთხოვნა გაჩერება ღირდა 80 თეთრი გახადეს ლარი ამ წუთში მადლობა ეს საპროტესტო აქციის მონაწილე იყო სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი თქვენ ახლა როგორც ხომ მიდიხართ მერიისკენ ხო ისევ იქ აპერატორი გამართოთ მერიასთან რომ ჩვენი მოთხოვნა გავაგებინოთ რა ვიცი კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ დაგვიდგნენ გვერდში და ჩვენს იმ საზოგადოების ნაწილი ვართ, რომელიც, რა ვიცი, სახელმწიფო რას აპირებ? რამდენ დღეს შეიძლება გაგრძელდეს ეს თქვენი კაფიცვა, როგორც ხდები საუბარი არის ათეულობით მძღოლზე მინიმუმ, ხო? რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვიტყვით, მაგრამ რამდენი საჭირო დაარჩება, შეიძლება გაგრძელდეს კვირაობით, რა ვიცი, ნახოთ როგორ დაარჩება საჭირო. ანუ არ აპირებ ჯერჯერობით თქვენ მუშაობას? არ ვაპირებთ. ვიდრე არ მიიღებთ კონკრეტულ დაპირებას მერის, ხო? ჯერჯერობით არ ვაპირებთ. სანამ არ იქნება გადაწყვეტილი დადებითად ეს მოთხოვნა. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენ არ ვითხოვთ რომ ისეთი რამე მიიღოს მერიამ საკრებულომ რომ ხალხთვითა დააწყვეს მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით ფასთა ზრდას რამდენი უნდა იყოს ეხლა თქვენი შეფასებით გზავრობის ტარიფი გზავრობის ტარიფი მერიის კალკულაციის შედეგად გამოვიდა ლარი 10 მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ ეს აიდანს რომ მერიამ ბევრია მაგრამ ჩვენ ვითხოვთ რეალურად როცა 60 თეთრი ღირდა ხელვაჩაური 60 თეთრი ღირდა ხელვაჩაური და გახადეს 50 თეთრი რახან ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მოექცა ქალაქის ხელვაჩაურის ტერიტორია 60-დან 50 როცა საწვავი ლარნახევარი იყო უფრო ნაკლები როცა საწვავი 2 ნახევარს გადასცა და უკვე 50 თეთრად მუშაობა ეს არის არარეალური არ შეიძლება ამის გაგრძელება ამიტომ 10 კილომეტრზე ზევით ხელვაჩაურის ტერიტორია როცა 60 იყო უნდა გახდეს 70 მინიმალური მაინც რაც შეიძლება რომ ჩვენს ელემენტარულად მუშაობის გაგრძელება შეუძლოთ და მოსახლეობასაც არ დააწვეს ტვირთად. მინიმალური 70 თეთრი მაინც უნდა გახდეს. ეს არის დღევანდელი არც მინიმალური დანამატი. იცი დღეს ვარს გაახილეთ. თორემ რა ვიცი, ასეთ ქვეყანაში არ ახლა ჩვენთან საწვავის ფასი იმათ სამართლ. ხო და საწვავის ფასი მატულობ მანგლის მოვლა პატრონობა ძვირია საბურავი 180 ლარი ღირს და 280 ლარი ღირს. სათადარიგო ნაწილები ძვირია, ყველაფერი ძვირია, ცხოვრება გაძვირდა, უბრალოდ ელემენტარული საკვები პროდუქტები გაძვირდა, რას ვაკეთებთ? რამე გავაკეთეთ? არა. ხომ შევეგუვეთ ამ საკვები პროდუქტებს და ვყიდულობთ, აბა შენ ხო არ დავჩებით, მაგრამ გაძვირდა საწვავი. რა გავაკეთეთ? ვინმე გამოვედით ქუჩაში და დავაყენეთ მოთხოვნა, მიტინგი ჩავატარეთ, ვერა. შევეგუვეთ, რომ გაძვირდა მსოფლიო მასშტაბით. შევეგუვეთ. ეს ასეთი ეს პატარა გაძვირება მგზავრობის და დიდ კატასტროფას არ გამოიწვევს. გაძვირდა მაგალითად ქალაქთა შორის მგზავრობა, გაძვირდა მუნიციპალიტეტებს შორის მგზავრობა.
შუახევი, ქედახულო, ყველგან გაძვირდა. გამიგეთ, ესეც არ არის სასწაულში ჩვენ არ ვითხოვთ თუ ხალხს კარგი, გავიგეთ თქვენი მოთხოვნები, მადლობა. დიდი მადლობა. თქვენი ტელევიზია. ბათუმელი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს ბათუმის მერიასთან, ისინი განაგრძობენ საპროტესტო აქციას და გაფუძნებას ამბობენ, რომ არ განაგრძობენ მუშაობას, ვიდრე მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება და ეს ტარიფი მათი მოთხოვნით უნდა გაიზარდოს დაახლოებით 29 თეთრით. რამხელ ხელვა ჩაურიდა მთელი ბათუმი უნდა შემოიაროს და რამხელა ხარჯი დგას ყველაფერ ამის უკან და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ რომ კარგად გაიგოს ეს პრობლემა ხელისუფლებამ და ისე გაკეთდეს რომ ამ ხალხის ხარჯზე სხვა არ დაზარალდეს. მე რამდენიმე მძღოლთან მქონდა საუბარი და როდესაც სამარშრუტო ტაქსები არ მოძრაობდა და ადამიანებს ურჩდებოდათ გადაადგილება 3-5 ლარი, 8 ლარი და როცა დაინახეს სამარშრუტო ხაზების აღდგა და მოძრაობა, ხალხი მადლობას უხდიდა, რომ ესე იგი გადაგვარჩინეთ და რა კარგია რომ გამოხვედით, იმიტომ რომ 1 კილომეტრში გაუმაშიც კი 3 ლარს და 5 ლარს გვაქვს მსუბუქი ესე იგი ტაქსებიო. მაგრამ მე არ მესმის იმ ადამიანების ვინც სოციალურ ქსელში ეხლა გადავავლებ გუშინ და ამ პროტესტს არ შეხვდნენ დადებითად იმ თვალსაზრისით, რომ ახლა კიდე მოინდომეს 10 თეთრით, 20 თეთრით. მე ვსვამ კითხვას 70 თეთრი. უნდა გაიაროს თითქმის 28 კილომეტრი, ხო? 70 თეთრით 28 კილომეტრს გადიხართ. აბა 28 კილომეტრით ეხლა მსუბუქი ავტობუსი ტაქსი ჩაჯექით და რამდენს გადაგახტევინებენ. კარგი წავლენ ეს ხალხი, არ იმუშავებენ, აღარ იქნება სამარშრუტო ხაზები. უფრო ძვირად არ დააჯდება ეს ხარჯი და ფინანსები იმ მოქალაქეებს, რომლებზეც ჩვენ ვშიშობთ, რომ 70 თეთრი. ამიტომ არ არის წამდებიან პოზიციაში ეს ხალხი. თუ ეს ხალხი არ იმუშავებენ, 3 და 5 ლარი მოგიწევთ, ხო, გადახდა, ანუ უფრო ბევრად მეტის. ამიტომ შევიდეთ ამ ხალხის მდგომარეობაში, ამ ხალხის ესე იგი ხარჯებიც ხო აქვს, კარგი, დავადებოთ ყველაფერს თავი. საფრთხე ძვირდება, სათადარიგო ნაწილები ძვირდება. ამ ხალხსაც აქვთ ბანკები, ამ ხალხსაც აქვთ ოჯახები და ამ ხალხსაც აქვს ბევრი საზრუნავი. მე მითხრა ახლა არ ვიცი ჩვენ მერიაში ამას აუცილებლად გავარკვევ. როგორც ვიცი, წინა მერის დროს იყო კონტროლი დაწესებული, თვითონ სამარშრუტო ტაქსში ჯდებოდა წარმომადგენელი და აკეთებდნენ კალკულაციას თუ რა ჯდებოდა და რა თანხა ესე იგი რჩებოდა მძღოლს. აღმოჩნდა რომ მძღოლი უფრო წარგებიან მდგომარეობაში რჩებოდა. ასე მითხრეს მე და ამას გავარკვევთ კიდევ, მაგრამ არც მეპარება ეს, იმიტომ რომ 28 კილომეტრი 50 თეთრად ეს რაღაცა წარმოუდგენელია. საბაზრო ეკონომიკა ყველაფერი ძვირდება. ამიტომ მე ვფიქრობ და ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლებამაც სწორი ინფორმირება უნდა მოახდინოს მოსახლეობის, საზოგადოების. ესე იგი ყველაფერი ძვირდება და 50 ცენტს კაპიკი არ ემატება. ამიტომ მე კიდე ერთხელ ვამბობ, მესმის ხელისუფლების პრობლემა, რომ მას არ უნდა ხვალ აქ უფრო მეტი ხალხი მოვიდეს. გასაგებია, მაგრამ ეხლა ჩვენ რა ვუყოთ ამ ადამიანებს, შეიძლება ხვალ დღეს აი მაგალითად მეორე დღეა პროტესტის, ანუ აქ რომ მოვედი და 6 ხაზი დაემატა სამარშრუტოს. წინაზე ვიყავით 4, ახლა დაემატა 7, ხო? მე 11 ვარ, სულ. ხვალ რო დაემატება კიდე 5, ზეგრო 5 დაემატება, ესეთი ხო ბევრი იქნებია. ამიტომ მე ველოდები და მომხრევად რომ დღეს გაიმართოს დიალოგი და მოხდება ეს დიალოგი და ველოდები რომ ეს შეხვედრა არ იქნება შეხვედრისთვის და ამ შეხვედრას მოყვება შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაღრმავდება, გამრავლდება და საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ ჩიხში, რომელსაც ქვია სოციალური აფეთქება. მე არ მჭირდება ეს, არ მსურს ამისა, ხელისუფლება იმიტოა რომ ოქროს შუალედი უნდა გამოიძებლოს და კიდევ ერთხელ ხო, ამ ხალხის გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული სხვა მოსახლეობის იმ ნაწილის, რომელიც გადაადგილდება მათი საშუალების იმათ ხარჯზე, არამც და არამც. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გამოსავალი, რომ არც ერთი მხარი არ დარჩეს უკმაყოფილო. მადლობა, ეს მინდოდა მე შესავალი გამეკეთებია. გთხოვთ ეხლა. აგინდა ბიჭო, რატომ მირეკავს? რატომ მირეკავს? აგინდა.
ეს იყო თამაზ ბაკურიძის მიმართვა, თამაზ ბაკურიძე ორგანიზაცია ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელია და ის ეხმარება გაფიცილებს საპროტესტო აქციის ორგანიზებაში. შეხვედრაზე თანახმა არიან 10 თავიდან თქვა 6, მაგრამ მე ვხარი რომ 4 კიდე დავამატოთ. იყოს 10. მერის მევალების შემსრულებელთან იქნება შეხვედრა თუ ვისთან. გამოვიდა წარმომადგენელი და მზათარია შეხვედრისთვის. ეხლა გაიმართება შეხვედრა, ხო? ხო, გაიმართება და ვნახოთ რა სიტყვის მერია, რა პოზიცია აქვს და დიალოგი. ხო, ალბათ. როგორც კი. ხო. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ მერის წარმომადგენელმა მას შეატყობინა, რომ გაიმართება შეხვედრა დაახლოებით 10 მძღოლი მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას და ეხლა მძღოლები არჩევენ იმ პირებს, ვინც შევა მერიაში შეხვედრაზე. მე შეგახსენებთ, ვინც ეხლა შემოვერთა ჩვენს Facebook Live-ს, რომ რეალურად მძღოლების მოთხოვნა მგზავრობის ტარიფის გაზრდა დაახლოებით 20-30 თეთრით. ეს არსებული ტარიფი მოგეხსენებათ 50 თეთრი როგორც სამარშრუტო მიკროავტობუსებში და ითხოვენ რომ გაიზარდოს დაახლოებით 70-80 თეთრამდე. რამოდენიმე სამარშრუტო ხაზის მძღოლი აქვს შეკრებილი, როგორც მე მითხრეს დაახლოებით 10 ან 11 მიკრო სამარშრუტო ხაზის მძღოლები არიან აქ შეკრებილები და მათ ეს აქცია გამართეს 2 დღის წინაც, მაშინ მერიაში მძღოლებს არავინ შეხვდა. დღეს მძღოლები თავდაპირველად შეიკრიბნენ აჭარის ტელევიზიასთან და მოითხოვეს ღია ეთერი, რომ მათი მოთხოვნები უფრო გასაგები გახდეს მოსახლეობისთვის და ამ შეხვედრის ამ შეკრების შემდეგ მათ გადმოინაცვლეს ისევ ბათუმის მერიასთან და ახლახანს მიიღეს მძღოლებმა ინფორმაცია, რომ შეხვედრა გაიმართება მერიაში, თუმცა ვისთან ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ასევე უცნობია ბუნებრივია როგორ დასრულდება ეს შეხვედრა და რამდენად გაითვალისწინებს აქციის მონაწილეების მოთხოვნას ბათუმის მერია. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. დარჩით ჩვენს არხზე რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია არა მხოლოდ იმაზე თუ აქ რა ხდება, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.g და net-gazeti.g. ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ვარ, დროებით.